მოგესალმებით Frapstars YouTube არხიდან. ეს იქნება მეორე მანქანის გარდაქმნის ვიდეო და ეს მანქანა არის M850. ნუ ხო და საბოლოო ჯამში შევჯერდით რომ ლურჯი გადაგვეკრა და რატომ განახებთ ახლა ნახე 71 კომენტარია 4 საათში და თითქმის ყველას ლურჯი უწერია ლურჯი ნუ ზოგადად სულ ყველას ლურჯი უწერია ხო და შევჯერდით მაგაზე რომ ლურჯი უნდა გადაგვეკრა კი არა და ლურჯი უნდა გადავაკრათ ამ მანქანაზე ხო და დეტალურად იხილავთ დაშლის ვიდეოს, გადაკვრის ვიდეოს, აწყობის ვიდეოს. ვიდეოს ბოლოში კიდე ბევრი საჩუქარი და ბევრი სურპრიზები გელით. ასე რომ ბოლომდე უნდა უყუროთ ვიდეოს, გამოიწერეთ Frapstars არხი და ნუ მოკლედ უკვე შეგიძლიათ დატკბეთ აი ამ მანქანის გადაკვრის ვიდეოებით. მოკლედ ვიწყებთ ახლა დაშლას. ნიკოლოზა დღეს არ არის კახეთშია, ვაჟბატონი ისვენებს. ხვალე ჩამოვა, მანამდე მეც მინდა რაღაცები დავშალო. ნუ მე დიდად ვერ ყვევი დაშლის აწყობის ამბებში, მაგრამ ნუ ჩვენი მანქანა რო არის, დამიჯერეთ თამამად მოვექცევი და დავშლი. დავიწყეთ ზედა ხუფის მოხსნით. ხო, უკვე ზედა ხუფი მოვაძრეთ, ნუ არ მიწვალია, მაგრამ მოვაძრე საბოლოო ჯამში მთლიანად ამ ხუფის მოძრობა მოგვიწია, რადგან ბამპერის ზედა მხარე ჩამოვწიოთ. აქ კიდე ჩვენი მეგობრები არიან და გვეხმარებიან დაშლაში. ხო და მალევე დავშლით სავარაუდოდ ამის წინა ბამპერს და იგივე დავიწყებთ წინა კრიმებს. როგორც იქნა დავშალეთ ბამპერი სადღაც 9 საათი მას ჩალიჩობდით, ას თუ ისე მარტივი დასაშლელი იყო. ხო და ფირიც მოვიტანეთ, მთელი აზერბაიჯანიც აქ არის. ცოტა დაატრიალია გერა ჩვენი ხალხი. გისმენთ? ანუ რა ხდება, ერთეურისტად გითხარი, აბა? რა მთელი საგიჟეთი აქ არის. აი აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი. შეკრებილია. ერთი მანქანა მოვიყვანეთ. მთელი სოფელი აქ ჩამოვიდა ძმაო. ეხლა შენ წარმოიდგინე თვითონავე ჩამოვიყვანოთ, აი მთელი აზერბაიჯანი ჩამოვა. ეს ნათლია ჩემი, საყარელი კაცი. შიტოკის მაგრად კრილოტა შალა, მასეთი მოხერხებულია. რა ციცი ზლომო. ჩაგდებიან წაი. ზად ვართ უკვე ამის გადასაკრავად, პრინციპი გვაქვს ამასთან. ხო და დასამო დავიწყებთ უკვე. როგორც ხედავთ, აქ ეტაპთა უკვე დავასრულე, მივჭერი. თქვენ 2 წამში სავარაუდოდ გადართეთ უკვე ეს, ანუ გადართეთ კი არა და 2 წამში ნახეთ უკვე დამთავრებული, მაგრამ 15 წუთი ამას ვეჯაჯგურები, რომ დავამუშავო და რაღაცა ამასობაში გამომყევით. აქეთ ამ მხარესაც გადავაკარით ფრთა, თითქმის დავასრულე რა, დასმა უკვე დამთავრებულია და დამუშავებაა საჭირო, ამასაც 15 წუთში მოვჩები და დღევანდელ დღეს სავარაუდოდ ასე დავხურავთ და ხვალიდან ისევ ხოძზე, ჯანზე გავაგრძელებთ ამის კეთებას. მოგესალმებით, დღეს არის მეორე დღე, ხო და დღეს ძრავსახუფი უნდა გადავაკრათ. თან დაგათვალიერებინებთ რა ხდება, აქეთ დეფენდერია, დამცავი დასრულებულია უკვე და ელოდება მის მფლობელს რომ მოვიდეს წაიყვანოს. აქეთ LGBT-F10 ცხვირი იყო დაზიანებული, ნუ დააზიანეს უბრალოდ და ამასაც ვაკეთებთ, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ნუ სერიოზულად რაღაცა მოუვიდა და მაგასაც ვაკეთებთ. ხო და იქით კიდე G-კლასი გვიყენია, 55 ცალია თუ არ ვცდები, ზუსტად გამოშვებული ეგეთი გელენდვაგენი G63. ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პიპია, ულამაზესი, ამაზეც ვაკეთებთ დღეს. კაპოტს და რა ვიცი, თუ მოვასწრებთ დაშლას, სავარაუდოდ კრუგშიც დავშლით და ნუ დღევანდელი დღეს მასე დამთავრდება. აი, შეჩემა რა ყალე. ხო და ეხა ორი BMW გვიყენია და Mercedes-იც გვიყენია, ამის გარდა კიდე იმის ჩვენება დამავიწყდა. ნახეთ, ორი ძალიან, აი უთეს
BMW და აქეთ რა თქმა უნდა კონკურენტი C63 AMG. ძრავი. ეს არის 4-დან 0, 4-დან 0, ხო, 4-დან 0 twin turbo-ა. გაკეთებულია პატრონმა როგორც თქვა 700 ცხენამდეა ზუსტად, არ ვიცი, მაგრამ უმაღრესი მანქანა მართლა მოკლედ დავასრულეთ კაპოტის გადაკვრა. ისე თუ ასე მაწვალა, ისე თუ ასე კი არა და ძალიან მაწვალა, იმიტომ რომ ზოგადად ფირის სიმაღლე არის 1.5 და სტანდარტულად კაპოტის ზომაც არის ხოლმე 1.5 1.40 რა, მაქსუალეთშია და ამ დედა აფეთქებულის კაპოტის ზომა არის 1.80. ხო და ფირი არ ყოფნის ჩვენ რა თქმა უნდა გადაჭიმა გვიწევს, აუნა გადავჭიმოთ, აი უნდა გადავჭრა და სტიკი გავუკეთო, მაგრამ სტიკს 1000 წელი არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მელიავაზე არ ვართ. ხო და გადავჭიმეთ, რა თქმა უნდა ჩვენ ისე თუ ასე აი პატარაზე დაეთყო, მაგრამ ეგ ხა ამ განათებაზე ჩანს და მზეზე საერთოდ არ გამოჩნდება. ნუ საბოლოო ჯამში კმაყოფილი თუ არ კაპოტით, კმაყოფილი ვარ უბრალოდ 1-10 სანტიმეტრით პატარა რო გაეკეთებინათ კაპოტი, რა თქმა უნდა უფრო მაგრად ვიქნებოდი და უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ძალიან მომწონს. ხო და დღეს საკმარისია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ნუ მხოლოდ კაპოტის გადაკვრა მოვასწარე, იმიტომ რომ თან მანქანები მოვამზადე, თან ეს მალი არ თან ყავდა წაყვანილი ის გავამზადეთ რაღაცა და ნუ გაგვეწელა დრო და ხო და რვის მერე მომიწია ამის კაპოტის გადაკვრა. ძალიან კაი გამოვიდა, ხო და დღეს უკვე დავასრულეთ დღევანდელი დღე, ხვალიდან უკვე გავაგრძელებთ და ნუ დიდი ალბათობით ხვალ უფრო ხოძე და ჯანზე ვიკნებით. გულშინაც ეს სიტყვები ხვალიდან ხოძე ჯანზე მეთქი, მაგრამ ჩემი ფეხები, იმიტომ რომ მარხვაზე ვარ და არაფრის ტრაკი არ მრჩება ხოლმე, ჭამის მერე ვიხოდები. ხო და ნუ მოკლედ კი ხედავთ შედეგს. გამარჯობათ მეგობრებო, როგორც იქნა ყველაზე ხესილი და ყველაზე განგსტერული მანქანის პროექტი დავასრულე. და მოდით ახლა დეტალურად გაჩვენოთ ყველაფერი. ხო და როგორც იქნა, ნუ ძლივს მოვრჩით, ნუ 1-3-4 დღის წინ მოვრჩით, მაგრამ გადაღება ვერ მოვასწარეთ, იმიტომ რომ თან ამინდები არ ვარგო და თან არ უგეცალა, ბევრი მუშაობა ქონდა და ნუ როგორც იქნა მოვიცალეთ გადასაღებად და აგერ ეს კიდე ჩვენი ახალი ვრაპსტარის ავტომობილი თქვა თუ ბაიკი MT-09, ამაზეც სხვა პროექტს შემოგთავაზებთ და კიდე პლუს 1 სიურპრიზი მაქვს, ნუ თქვენთვისაც და ჩემთვისაც, ნუ მე ვიცი უკვე რაც არის. ახალი მანქანა ვიყიდეთ კიდე. ეს მანქანა არის Mercedes-ი, როგორც იქნა. უნდა ვცადოთ Mercedes-ი როგორი მანქანაა, უნდა ვნახოთ და ნუ მაგის პროექტსაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი. ხო და რაც მთავარია დღეს რატო ვართ აქ? დღეს ვართ დომინოს პარკინგზე და თავაზობთ M850-ის ულამაზეს ფერს. იმდენმა დაგვიწერეთ ლურჯი, აგერ მეორე ლურჯიც მოვაგდო ლუკამ და მაგის პროექტსაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთეთ და ვაპირებთ კიდევაც. თუ არ გაყიდა ლუკამ, იმიტომ რომ ეშინია ისე რომ
პირველი მეორეს რომ იცავს აწევინებს ასე მე დავარდება ვაიმე რა ის რა გავაკეთეო იძახის ხო და საუბრობ ამას გაყიდა თუ არ მოუწია კაი რაღაცებს გავაკეთებთ ამ ბაიგზე ხო და ეხლა მინდა დეტალურად აგიხსნათ რა გავაკეთეთ ამ მანქანაზე რა როგორ რანაირად მოხდა და რამდენ ხანში დავამთავრეთ დაახლოებით 4 დღეში თუ 5 დღეში მოვრჩით ამ მანქანის გადაკვრა შემდეგ უკვე ძალიან ცუდი რაღაცა მოგვივიდა მაგარ პანიკაში ვიყავი და აი ეს პლასმასი დავკარგეთ აი მე ერთ პანიკაში ვიყავი მეთქი სად არის სად დაიკარგა თქო მე უკვე ვიპოვეთ მეც ძალიან ჭკვიანი რო ვარ და 2022-იანი მანქანის დაშილებს რო ვეძებ საქართველოში ეგეც ცალკე ძალიან მაგარი ამბავია მაგრამ მაინც ვიშოვეთ ხო და ეხლა დავიწყოთ მანქანაზე გადავაკარით Deep Blue ტეკრაპის ბრენდის ამერიკული ბრენდის ფირია და 5 წლიანი გარანტია აქვს ამ ბრენდს ზოგადად ამ ბრენდს აქვს სხვა აქ ქონდა ამრეკლები ეს ვიდეოები და გავაშავეთ, მაგრამ იცოდეთ რომ ესეც სტაფილოსფერი იყო და ესეც გავაშავეთ. სხვა კიდე გავაკეთეთ, ნახეთ. აი აქ გადავაკარით კარბონები, რადგან ძალიან მომწონდა, ანუ ნანახი მქონდა სადღაც, კარბონი არა, შავი მქონდა ნანახი, მაგრამ მე კარბონში გავაკეთე და ნუ საბოლოო ჯამში ლურჯთან ძალიან კარგად დაждდა და ძალიან მომწონს ეს ვიზუალი. შემდეგ გავაკეთეთ ფარებზე PPF დამცავი ფირი. ამასაც აქვს 5 წლიანი გარანტია და ძალიან ბევრი რაღაცისგან იცავს, კენჭებისგან იცავს, გახუნებისგან, დაკაწვრისგან და აი რავი, ყველაფრისგან იცავს საერთოდ ფარსაც და ნუ ასევე მანქანასაც. ეს არ გეგონოთ რომ ფარის დამცავია, ეს არის ზოგადად დამცავი ფირი, მანქანაზე შეგიძლია, შუშაზე შეგიძლია და ყველაფერზე საერთოდ. სხვა გაკეთდა, მოდი ლუკა. გადავაკარით აი ამ სარკის ხუფებზე კარბონი 7D, რაც ბამპერზე გავაკეთეთ და ამასაც 5 წლიანი გარანტია აქვს და შეგიძლია ჩვენთან იხილოთ ეს ფირი. ასევე ჭერზეც გადავაკარით ეს კარბონი 5 წლიანი გარანტიით. ესე ტეკრაპის კარბონია და ნახეთ მოკლედ ამ თემაზე აგიხსნით უცბად რა მოხდა. ზოგადად M850 აქვს ჭერი კარბონის. ხო და ამის ჭერი სავარაუდოდ ამერიკაში არის გადაღებილი თეთრად რა. და ჩვენ ავდექით და გადავაკარით კარბონი, შევამოწმეთ რომ მართლა კარბონის ყოფილა უბრალოდ თეთრი ფერის იყო გადაღებილი და ნუ საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ რომ გადაგვეკრა კარბონი და ძალიან მაგარი ვიზუალი მისცა და ძალიან მომწონს ეს კარბონი. ასევე საქარემინაზე გადავაკარით 30%-იანი დაბურვა კამელეონი. ნუ ეს გადაკვრამდე გქონდა ისედაც გადაკრული, მაგრამ მაინც მინდა რომ გითხრათ. წამოყევილი უკავა. ამის გარდა აი ყველაზე მაგარი რაღაცა ამ მანქანაზე რაც არის Wrapstar-ის სტიკერი. აი როგორ ხდება ისე, აი რო უყურებ ჯერ ამას ხედავ და მე მანქანას რა. ასეთი რაღაცაა და ასევე ბაკზეც ძალიან პატარა ხელმოწერა გვაქვს ჩვენ და ძალიან ლამაზიც არის. გადმოვედით უკანა მხარეს, ხო და უკანა მხარეს რა ხდება? ნახეთ, ამ მანქანას აქვს ქარხნული სპოილერი ძალიან წვრილი, ხო და ეს წვრილი სპოილერი მე მომწონდა და ჩემს ძმას არ მოსწონდა. ჩემს ძმას მოსწონდა ეს და მე არ მომწონდა და ავდექით და რა გავაკეთეთ? მაგის ზემოდან გადავაკარით მეორე და ნუ ეხლა ორივეს არ მოგწონს, მაგრამ საბოლოო ჯამში ავაძრობთ რა წესით და მარტო დიც დავაყენებ, იმიტომ რომ ძალიან ეთახმებით კი ბატონო და ხო, სხვა კიდე რა მოხდა და ეს M850-ია წერია ხოლმე მე აქ და მე მოხსენ და M8 გადავაკარი აქ, იმიტომ რომ ზოგადად ქარხნულად M8 აქ, სადღაც აი ამ ფარის გაყოლებაზე და ეს გადავაკარით აქ. ამის გარდა კიდე ესენი ჩვენი დიზაინია, მე მომწონს რა ვიცი, რაღაცა ლამაზად მეჩვენება და დავტოვეთ რა. ეხლა საერთო ჯამში შევაფასოთ, ნუ რას გავაკეთებდი კიდე მაგასაც გეტყვით უცბად. დიფუზორს შევცვლიდი, დიფუზორის შევცვალოთ და სხვა დანარჩენი აი იდეალური, აი ძალიან მომეწონა ეს ფერი. აი მართლა გეუბნებით, აი Wrapstar-ს როგორი მანქანაც შეეფერება, აი ზუსტად ეგ მანქანა. მადლობა იმ ხალხს, ვინც ლურჯი ამარჩევინა, ნუ ისე არ გეგონოთ ეხლა მწვანეს და ლურჯი მაგარია თქო, არა, მწვანეს ძალიან მაგარია, მაგრამ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ლურჯი გადავაკარი მანქანაზე, იმიტომ რომ ვინც დაგვიწერა ლურჯი, მაქედან გამომდინარე გადავაკარით ლურჯი ფერი Wrapstar-ის აკაუნტზე. აი გადადით, ნახეთ, ვიდეოც დაათვალიერეთ, რა ვიცი. რაც მთავარია, ჩვენ სიტყვის კაცები ვართ და უმრავლესობამ რა ფერიც აირჩია, ეგ ფერი გადავაკარით. ხო და გათამაშებაზეც გეტყვით ახლა. ახლა ნახეთ თქვენ და დატკბით ამ მანქანის უმაგრესი და ულამაზესი ვიდეოებით და შემდეგ გადავიდეთ Wrapstar-ში და გამოვავლინოთ გამარჯვებულები.